დღეს ჩეხოვის დღე გვაქვს. მთელი კვირა იყო ჩეხოვის ალუბლის ბაღი თეატრში მაქვს ნანახი და მაინტერესებდა უფრო გამემყარებინა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ წავიკითხე და კარგია რომ ნანახი მაქვს და ძალიან საინტერესოა დოის თეატრში მაქვს ძალიან კარგად აქვს გადმოცემული, არც ძალიან გაწერილია, არც ძალიან მოკლეა, ამიტომაც ვისაც ჩემსავით არ შეგიძლიათ პიესების კითხვა, პიესებს ვერ ვკითხულობ, გამორიცხულია, შეგიძლიათ ნახოთ სპექტაკლი. ალუბლის ბაღი ერთ-ერთი ძალიან კარგი პიესაა ჩეხოვის. შემდეგი წიგნი არის ქალი ძაღლით და მოდი ბარე ორივეზე თანაბრად შევკრავ და გეტყვით. პირველად წავიკითხე ჩეხოვი და ეს ალბათ განაპირობა სპექტაკლმა. ძალიან მაგარი გადმოცემის ტექნიკა აქვს, ძალიან ადამიანურად, ძალიან თითქოს რაღაცა თემებს შენზე ამბობს. ადვილად გასაგებია, ცხოვრებისეულია, მაგალითად მოგიყვებით, აქედან მოგიყვებით ერთ-ერთს, ისე რომ არ დაგასპოილეროთ. ქალბატონი ჩამოვიდა ქალაქიდან რაიონში, ძაღლით, შპიცი ყავდაო და გადაწყვიტა რომ დაესვენა. მოატყუა, გაიცნო იქ მამაკაცი და მოატყუა რომ არ იყო დაოჯახებული და მოკლედ გააბეს ურთიერთობა. ამ კაცს ყავდა სხვადასხვა უამრავი ქალბატონები, ყავდა მეუღლეც, მაგრამ რატომღაც როდესაც გადაწყვიტა ქალმა დაბრუნებულიყო თავის ქალაქში, მიხვდა ეს კაცი რომ რაღაცა არ იყო ისე, როგორც ხვებთან. მოეწონა ძალიან, შეუყვარდა, მოენატრა და გადაწყვიტა ჩასულიყო და ენახა. ჩავიდა ერთ-ერთ თეატრში სპექტაკლზე ნახა, მეუღლესთან ერთად იყო შემეშალა, ამერია ბევრი ისენი არის მოთხრობები და მეუღლე მყავსო და ის არისო ფეხსაცმელებს აკეთებსო და მოატყუა რა თქმა უნდა, რა უნდა ეთქვა, ეხლა რაღაცა უნდა მოეფიქრებინა და მოკლედ თეატრში შეხვდნენ და გაუკვირდა ძალიან ქალბატონს რომ დაინახა და უთხრა შენ დაბრუნდი შენს სოფელში, რაიონში და მე გპირდები რომ კვირაში ერთხელ ვივლი შენთან სტუმრად, ასეც მოიქცა, კაცი დაბრუნდა თავის სოფელში და ქალბატონი აკითხავდა წლების განმავლობაში, დანარჩენი როგორ და რა მოხდა, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ჩეხოვის ყველა წიგნი, თუ კი პიესები არ გიყვართ, დანარჩენი. გაგიკვირდება და ერთ ფურცელში იმხელა აზრი, მიფიქრე რომ ერთ ფურცელში რა უნდა იყოს ისეთი, რაც გამაკვირვებს მეთქი, მაგრამ ისეთი კარგი, როგორ მაგათად მოიყვანა ბატონმა ცოლი, იყო ყველაფერი ძალიან კარგად, მოყვანამდე ძალიან კარგად, ნუ ის თუ არ მოვიყვანე, მე მოვკვდები, რაღაცა მოიყვანა და ის მოლოდინი რაც ქონდა, როდესაც დაოჯახდა, მე უკვე გაუნელდა, უკვე სხვისი ძებნა დაიწყო და რაღაცა ძალიან ცხოვრებისეული რაღაცეები აქვს, აუცილებლად წაიკითხეთ. ეს ძველი გამოცემაა, მაგრამ ნებისმიერ ბიბლიოთეკაში ან წიგნების მაღაზიაში რო იკითხოთ ჩეხოვი, უარი არ თქვათ, წინ დიდი სიამოვნება და თავგადასავალი გელით.